მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, თუ ისმის ხმა, ძალიან გთხოვთ, რომ ანიშნოთ. ისმის ძვირფასო, ისმის თან ძალიან კარგად. მადლობა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, ჩემო საყვარელო პარტნიორებო, დიდი სიყვარულით მოგესალმებით, ძალიან მიყვარხართ. ბედნიერ საღამოს გისურვებთ, სასიამოვნო და ნაყოფიერ საღამოს გისურვებთ ყველას. ტრადიციულად დღეს პარასკევია და ჩვენ ჩატში იმართება კომპანია ლივგუდის პრეზენტაცია და ძალიან მინდა სტუმრებს, ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ ლია თევდორაძე, კომპანია ლივგუდის ოფიციალური პარტნიორი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენს უნიკალურ კომპანიაზე. აუცილებლად აგიხსნით, მეგობრებო, რა კომპანია ჩვენი კომპანია ლივგუდი. აგიხსნით, რა შესაძლებლობები მოაქვს ამ კომპანიაში ჩვენთვის, ხალხისთვის, ვისთვის არის ეს კომპანია, ვის შეუძლია ამ კომპანიაში თანამშრომლობა, რამდენად სანდო და საიმედო კომპანია. რა თქმა უნდა, ამ თემებს ყველას თქვენთან ერთად გავივლით და ძალიან მინდა, რომ იყოთ ყურადღებით და მთელი ყურადღებით მოისმინოთ ეს ძვირფასი ინფორმაცია და მნიშვნელოვანი მართლა ყველასთვის. გეტყვით, რომ ამ კომპანიაში, მეგობრებო, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაიწყოს თანამშრომლობა, არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს. ექიმია, ლექტორია, დიასახლისია უბრალოდ, ნებისმიერი ადამიანს შეუძლია ამ კომპანიაში დასაქმდეს და დაიკავოს ადგილი და სერიოზული ბიზნესიც კი წამოიწყოს. ჩემო კარგებო, ეს კომპანია ნამდვილად გვაძლევს ამის შესაძლებლობას. თავარია ჩვენ ვიყოთ მონდებული და ჩვენ გვინდოდეს ეს. თავარია ჩვენი სურვილი იყოს ახალი საქმის დაწყება. რამდენად ჩვენ მზად ვართ ამისთვის და ეს კომპანია ნამდვილად იძლევა ფინანსურ სიძლიერეს ყველა ადამიანის მიმართ და ნამდვილად იძლევა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუ კი ჯანმრთელად ვართ, გრძნობთ, რომ ჯანმრთელად ვართ, ერთ ძალიან კარგია და მაინც გჭირდება აქ წარდგენილი პროდუქტები. ძალიან გთხოვთ, გავთიშოთ მიკროფონები. და რა თქმა უნდა, ფინანსური საკითხი კი ყველას გჭირდება, განსაკუთრებით საქართველოს, ნამდვილად გჭირდება ეს მომენტი. და ამიტომ ვიყოთ ყურადღებით. აქ ორივე საკითხი, ორივე მნიშვნელოვანი თემა საინტერესოა, არც ერთი არ ვარგა ერთმანეთის გარეშე, ფინანსებიც და ჯანმრთელობაც ორივე ერთად გჭირდება თუ ვიყოთ რა ბედნიერები. მე უფრო მაგალითად ჩემს პრაქტიკაში უფრო მირეკავენ აი ჯანმრთელობის კუთხით, ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს დღეს, მეგობრებო, ჯანმრთელობის კუთხით. ყოველ მეორე ადამიანს უკვე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. დღეს ისეთ მდგომარეობაში ვცხოვრობთ, გინდა არ გინდა ვერ გადაუვლით ამას, ხო? ირგვლივ ყველაფერი მოწამლულია, ეს ყველა მიცით, ხომ? წყალია, ჰაერია, საკვებია თუ რასაც არ უნდა შევხედოთ, ჩვენს ირგვლივ ყველაფერი მოშხამული და მოწამლულია. ამიტომ დღეს ჯანმრთელობის საკითხს ძალიანაც რო გვინდოდეს ვერაუვლით გვერდს, რადგან შეეხება ჩვენ ოჯახის წევრებს, ჩვენ შეგვეხება ეს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ორივე კუთხით აქ თანამშრომლობა. როცა ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, შემდეგ ფინანსურ საკითხებზეც როცა გადავდივართ, არავინ არ ამბობს შემდეგ მეგობრებო ფინანსებზეც უარს. ამიტომ პირველ რიგში ვიყოთ ყურადღებით, ორივე საკითხი მნიშვნელოვანია და ორივე შესაძლებელია გავიმჯობესოთ ამ კომპანიაში. თავარია ჩვენ რისთვის ვართ მზად. თავარია ჩვენ რამდენად მზად ვართ დავიწყოთ ახალი საქმე. და რა თქმა უნდა, ახალი საქმე, ახალ კომპანიას როცა ვეხებით, ხო, აუცილებლად უნდა მოვიძიოთ ყველაფერი ინფორმაციები, რომ დავრწმუნდეთ, რამდენად სანდო კომპანიაში გვიწევს თანამშრომლობა, რამდენად სანდო კომპანიას უდგავართ გვერდით და ვიწყებთ იქ საქმიანობას და მე მივყვები ახლა და აუცილებლად ნელ-ნელა თქვენთან ერთად გავივლი ამ თემებს. პირველ რიგში მეგობრებო, გეტყვით, რომ კომპანია არის მართლა უნიკალური კომპანია, მართლა სერიოზული ხმაური გამოიწვია მთელ მსოფლიოში, მასთან ერთად საქართველოშიც.
ჩვენ საქართველოში უკვე 5000-ზე მეტი ადამიანი ვართ დასაქმებულები ამ კომპანიასთან და ძალიან დიდი ინტერესია ქართველების მხრიდანაც და ეს ძალიან მიხარია. და გეტყვით, რომ სერიოზული კომპანია, ყველა მიმართულებით ამ კომპანიას პირველი ადგილი უკავია, მეგობრებო, მთელ მსოფლიოში, აი ყველა მიმართულებით, თუ პროდუქტების კუთხით, თუ მარკეტინგის კუთხით, მთელ მსოფლიოში აღიარებულია ეს კომპანია, უამრავი სტატუსები აქვს მინიჭებული ჩვენს კომპანიას და ამიტომ როცა ამ კომპანიაზე ვსაუბრობთ, მეც და ჩემი პარტნიორებიც, მთელი გულწრფელობით, სიამაყით სავსე ვართ, რომ აი ესეთ კომპანიაზე ვსაუბრობთ, ვერავინ კრიტიკას ვერ გააკეთებს. უამრავი სტატუსები აქვს, როგორც გითხარით, მინიჭებული 3A+ სტატუსი მიენიჭა და აი ისეთ მეგა კომპანიებში დასახელდა, რომელიც მხოლოდ 5%-ს აქვს მთელ მსოფლიოში ეს მინიჭებული, მეგობრებო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია რატო? დღეს როცა კომპანიებზე საუბრობთ, აი ძალიან დიდი შიში აქვს ადამიანებს, რადგანაც აი გულუბრყვილოდ ენდენ მაგალითად ისეთ კომპანიებს, რომლებიც თანდათან აღმოჩნდა ფეიკი კომპანიები და არის ძალიან დიდი იმედგაცრუება აქვს. ამიტომ მე როცა ლია თევდორაძე, როცა ამ კომპანიაზე ვსაუბრობ, აი ამაყი ვარ, რომ მთელი სერიოზულობით ვამბობ, რომ მართლა სერიოზულ კომპანიაზე ვსაუბრობ, მე ვერსად, ვერც ერთი ადამიანი ვერ მეტყვის, რომ აი ლია შენ შეცდომით გაუძეხი ხალხს. აი ეს არ მოხდება, ამაში დარწმუნებული ვარ. მე რამოდენიმე კომპანიებთან მქონდა მეგობრებო კავშირი, სადაც პროდუქტიული კომპანიები იყო, არსად მე არ შევსულ ისეთ კომპანიებში, რომელიც პირამიდული სქემის იყო. აი არ მომხდარა ეს შემთხვევა, ამიტომ დღეს მე ხალხი მენდობა და როცა მე კომპანიას ლივგუდს შევთავაზებ, ისინი დარწმუნებული არიან, რომ აი ლიამ თუ გითხრა, ესე იგი ეს არ იქნება ის, რაც ჩვენ მგონია. ამიტომ უამრავ ხალხს აქვს იმედგაცრუება, უკაცრავად. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ კომპანიას ვეთავაზებით ჩვენ ადამიანებს. ამიტომ მე მგონი ახლა მივხვდით, რომ ძალიან სერიოზულ კომპანიაზე ვსაუბრობთ და აქვე გეტყვით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამფუძნებლებსაც, აი ვინ არიან დამფუძნებლები, გეტყვით, რომ დამფუძნებლებიც არიან ძალიან სერიოზული ადამიანები, ბატონი ბენგლისკი და ნოუდერ ხაზანი. ნოუდერ ხაზანი არის მარკეტოლოგი, ბენგლისკი არის კომპანიის დამფუძნებელი. უსერიოზულესი ადამიანები არიან, კარგი ისტორია აქვთ ხალხის წინაშე და მათ ჰქონდათ გამოცდილება ქსელური კომპანიების მეგობრებო, ქსელურ კომპანიებში ეს ადამიანები იყვნენ მილიონრები, არ არის დღეს იოლი ქსელურ კომპანიაში გახდე მილიონერი. ყველა შრომას ვაფასებ, მაგრამ მეც თანამშრომლობდი ქსელურ კომპანიებში, მაგრამ მილიონერი ნამდვილად ვერ გავხდი. ამიტომ მართლა სერიოზული ადამიანები არიან, როცა ამდენს მიაღწიეს ამ ადამიანებმა, მაგრამ აი რაც არ მოსწონდათ ქსელური კომპანიების ის იყო, რომ აი ყველა ვერ ხდებოდა იქ წარმატებული. ყველა ადამიანი ვერ აღწევდა ფინანსურ წარმატებას და ძირითადად ადამიანი რჩებოდა უფრო პროდუქტის მომხმარებელი. და იმ იმედით, რომ ოდესღაც რაღაცა გავიდოდა, ვთქვათ, ფინანსურ წარმატებაზე და ისევ რჩებოდა ერთ ადგილზე. ამიტომ ეს ადამიანები კი იყვნენ მილიონრები, მაგრამ ჩად კმაყოფილი თავის არ იყვნენ, რადგანაც მის ქვევით იყო ისეთი ადამიანები, რომლებსაც ძალიან უნდოდათ სერიოზულ წარმატებას მიაღწიეთ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ. ამიტომ აი მაშინ დაებადა დიდია, რომ ისეთი კომპანია შეექმნათ, სადაც ყველა ადამიანისთვის იქნებოდა შესაძლებელი წარმატების მიღწევა. და ნამდვილად ასია, მეგობრებო, მეორე წელია უკვე ამ კომპანიასთან თანამშრომლობ და ნამდვილად ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, მე ნამდვილად ვამბობ, რომ მართლა ყველა ადამიანს შეუძლია წარმატებას მიაღწიოს. და სულ ვამბობ ამას, თვითონ თუ არის მზად, თვითონ თუ არის სიახლეების მოყვარული ადამიანი, თვითონ თუ არის თავის თავზე პასუხისმგებელი ადამიანი, უყვარს განვითარება, აი პიროვნული განვითარება უყვარს საქმე, რომ შეისწავლოს კარგად, ხო, ასეთი ადამიანი ლივგუდში უფრო სწრაფად აღწევს წარმატებას. აი მერწმუნეთ, ნამდვილად გამოვცადე, მე მყავს ახლა დღეს გუნდი და მე ვაკვირდები ჩემს გუნდს, რომელიც ჩემთან ერთად მოდის და ჩემთან ერთად
მუშაობს, აი რასაც ქვია მუშაობა, რას ქვია ხა აქ მუშაობა. სწორად დავანახოთ კომპანია, ხალხს, სწორად მივიტანოთ ადამიანის გულამდე და როცა პირველ ნაბიჯებს გააკეთებს ადამიანი, აი მათ დავეხმაროთ, ამოუდგეთ გვერდში და ნაბიჯ ვასწავლოთ სწორი სვლების, სწორი მიმართულება. აი ეს არის მხოლოდ აქ, რო გითხრათ, რომ ახლა აქ რამე პითაგორას თეორემა ამოსახსნელი, ასეთი რამ აქ არ არის. აი ზუსტად ეს არის, რამდენად გვყვარს ადამიანების დახმარება, გვერდში დადგომა და რამდენად გამოყოფთ ამ ადამიანებისთვის დროს. და ამაში გვაჯილდოვებს მერე ჩვენ უკვე კომპანია. აი ზუსტად ეს არის აქ, როცა ბიზნესებს ვსაუბრობთ, ეს არის მხოლოდ აქ, რომ აი ინფორმაცია მივაწოდოთ სწორად ადამიანებს. ერთი სიტყვით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამასთანავე როგორი კარგი დაფუძნებლებიც არ უნდა იყოს და როგორი კარგი კომპანიაც არ უნდა იყოს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვის შემოაქვს საქართველოში და გეტყვით, რომ აი საქართველოში ეს კომპანია შემოიტანა ძალიან საინტერესო ადამიანმა, უჭკვიანესმა ადამიანმა და ნამდვილად ადამიანმა. დღეს მეგობრებო, ადამიანი რომ მოძებნო, აი ძალიან რთულია. ისე გაფუჭდა ირგვლივ სამყარო და ადამიანები, აი სულ მიკვირს, სულ მეშინი ადამიანებთან ურთიერთობა და აი დოზირებულად შევდივარ, ასე რომ ვთქვა და აი მართლა მიხარია, რომ საქართველოს დამეთანხმება ჩემი პარტნიორები ყველა გულში ჩაიხედავს და ყველა დამეთანხმება ვიცი, რომ ისეთი წინამძღოლი გვყავს საქართველოს, ნამდვილად არ გაგვიჭირდება ამ ადამიანის გვერდით. აი ყველაფერში გათვითცნობიერებულია, ძალიან ჭკვიანი ადამიანია, თუ რამე ინფორმაცია მოუწოდებია ჩვენთვის, ის ინფორმაცია ყოფილა 1000% დადასტურებული. რაიმე ვინმე ყალბი შეთხზულ ინფორმაციას არ მოგვაწოდებს. ჩვენ ყოველთვის მოგვაწოდებს ზუსტ ინფორმაციას და ამიტომაც მიხარია მე აქ ყოფნა. მე სერიოზულად ვავითარებ გუნდს, როცა იქნება ნელ-ნელა, მაგრამ ვიცი რომ ფუნდამენტი ეყრება ამ საქმეს და აი ფიქრობ კი არა დარწმუნებული რომ აი ძალიან დიდი მომავალი აქვს საქართველოსაც ამ კომპანიის დახმარებით. ეხლა გეტყვით მეგობრებო, ყველაზე ძლიერი მხარე, რაც მე მაგალითად ხშირად მირეკავენ, ეს არის ჯანმრთელობის კუთხე და აქაც გეტყვით, რომ ჩვენთან არის ძალიან საინტერესო პროდუქტები და ამ პროდუქტების სათავეში არიან სერიოზული ექიმები, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები, ცოლქმარი გუტკინები, ახალგაზრდა ექიმები, მეცნიერები მეგობრებო, რომელთაც რამოდენიმე მეცნიერ ნაშრომში აქვთ წვლილი შეტანილი. ჩვენი თითოეული პროდუქტის ავტორები არიან და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი თითოეული პროდუქტი დღეს აქ რაც არის ლივგუთში წარდგენილი, არის ჩვენი ბებია ბაბუის დროინდელი რეცეპტების მიხედვით დამზადებული ორგანული პროდუქტები, მეგობრებო, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია და საჭიროა. და მე ახლა ერთ ისტორიას მოგიყვებით, არც ერთმა ჩემმა პარტნიორმა ჯერ არ იცის, ვიცი რომ გაგეხარდებათ. აი ასეთი შემთხვევა მოხდა. დაუკვირდეთ ახლა, რატო ვამბობ, რომ ჩვენთან არის მნიშვნელოვანი პროდუქტები. ის რომ ადამიანმა ჯანმრთელად იცოცხლოს, ორგანიზმს მჭირდება ვიტამინები, მინერალები, ის ცხიმჟავები, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლის უნარიანობისთვის. დღეს რადგან ირგვლივ ყველაფერი მოწამლული, მოშხამულია და ვერაფერს ვერ ვიკვებებით, რომ ჩვენმა ორგანიზმმა ეს შეივსოს, რა ხდება ჩვენ ორგანიზმში? ხდება ის, აი მაგალითად D ვიტამინი, რომელიც ყველაზე საჭირო ვიტამინი, აღმოჩნდება, რომ დავარდნილია, აი მაგნიუმი, რომელიც 350-მდე მეტ ქიმიურ რეაქციებში, ბიოქიმიურ რეაქციებში იღებს მონაწილეობას, ეს დავარდნილი აქვს ხალხს ამდენი სტრესის და ცხოვრებისეული პირობების გამო. აღმოჩნდება, რომ კუჭნაწლავი დაბინძურებულია და ამის შედეგად იმუნიტეტი აღარ არის ორგანიზმში ისეთი, რაც ჭირდება ორგანიზმს, რომ შეებრძოლოს ჩვენს შეყრილ ვირუსებს, აი დღეს რომ მრავალფეროვნად არის და არ გვაკლებენ ყველა მხრიდან აკეთებენ ამას. ეს ცალკე სალაპარაკო თემაა და ასევე ჩვენი გული და სისწარღვები ამ არასწორი კვებით არის გავიდნული კაპილარებში. ყველას აქვს თქვათ ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, აი ვენების დაავადება, აი დიაბეტი, აი ნუ არ ვიცი, იმდენი ადამიანი მწერს, ხანდახან ექიმი მგონია ჩემი თავი და მე იმდენ ვიდეოებს უყურებ, აი ექიმების
ძალიან მაინტერესებს, აი როცა ადამიანებს მე ვეხმარები, მე ძალიან გათვითცნობიერებული მე თვითონ უნდა ვიყო და სიამოვნებს კიდეც გესმით, აი მე რომ ადამიანს დავეხმარები, ძალიან სიამოვნებს და ეხლა მოგიყვებით ამ ისტორიას. ჩემი პარტნიორის ძმა, რომელიც იყო ძალიან ცუდად, ამ ბიჭს ჰქონდა უსაშველო თავის ტკივილები, ეგონა რომ შაკიკი იყო, საქართველოში ვერ დაუსვეს დიაგნოზი და ჩვენ შევთავაზეთ მისი დაჩემი პარტნიორია და რა თქმა უნდა შეთავაზა ჩვენი პროდუქტები, როცა ძმას ასეთ მდგომარეობაში უყურებდა და არც კი უსმენდა დედმამიშვილს. ალბათ ეს ნაცნობი მომენტია, როცა ჩვენ რაღაცაში ძალიან დარწმუნებული ვართ და ჩვენ ოჯახის წევრებს პირველი ვეტყვით, პირველი მათ გაეცინებათ, ხო? და აი როცა დამ შეთავაზა ძმას რომ ეს პროდუქტები ვიცი რომ ძალიან მოგიხდება და მოგიხსნის ამ თავის ტკივილებს დარწმუნებული ვარ მომენტი არაფრით არ დაუჭერა შენ რას მეუბნები მე იცი დარწმუნებული ვარ რომ ეს სიმსივნე მჭირს თავში და მიტომ აქვს ასეთი ძლიერი ტკივილებიო ნუ ვერაფერი ვერ გაახერხეს ამ ბიჭთან და დაიგეგმა თურქეთში წასვლა აი თურქეთში როცა წაიყვანეს ეს ბიჭი 6 ჯერ შეუწუხდათ გზაში აი იყო იმ ფიქრებში რომ მას უეჭველი რაიმე სერიოზული ჭირდა რომელიც არ განიკურნებოდა. ჩემო პარტნიორმა რა თქმა უნდა ჩვენ მოვილაპარაკეთ, რადგან თურქეთში მიდიოდა გავაკეთეთ თურქულად ამობეჭდეთ ჩვენი პროდუქტების შემადგენლობები და ყველაფრისთვის მსად ვიყავით და ის რომ მისმა ძმამ ეს უკვე აღარ იცოდა და როცა ჩავიდნენ თურქეთში ყველაფერი ანალიზი გაკეთდა, რა თქმა უნდა, თურქეთში ძალიან სერიოზული მედიცინა აქვს, მეგობრებო და დაუკვირდეთ ეხლა რასაც ვიტყვი მე. ყველაფერი გაკეთდა, ბიჭ დაუდგინდა ისა ფსიქოლოგიაში ფოთვითი აშლილობა. მას ჰქონდა D ვიტამინი, საერთოდ დავარდნილი, საერთოდ არ განისაზღვრა D ვიტამინი ორგანიზმში, ასევე მაგნი იყო. მაგნი არ იყო სრულყოფილად და უამრავი საჭირო ის მიკროელემენტები რაც იყო უამრავი გამოიკვეთა ამ ანალიზებში რომ ამ ბიჭს ჰქონდა ეს დავარდნილი ყველაფერი. ამის ფონზე ჰქონდა უკვე ფოთვითი აშლილობა, ცუდი აზრები და აკვიატებული ჰქონდა ბიჭს რომ მას ჭირდა ნამდვილად რაღაც რთული დაავადება. იქვე ნერსი დაუნიშნეს, ამ წუთას ეხა ტაბლეტებით ძალიან რთული იქნება, რომ D ვიტამინი ავწიოთო, ექიმა განაცხადა და როცა ჩვენ ამ ვიტამინებს და მინერალებს გავხდით ორგანიზმში სტაბილურად, შენი მდგომარეობა გაუმჯობესდება. ბიჭს გამოკითხა რა ქონდა საქართველოს ექიმებიდან დანიშნული და მას ქონდა დიაზეპამი დანიშნული. ექიმი გაგიჟდა. საქართველოს როგორი მიდგომა გაქვთო? როგორ შეიძლება ახალგაზრდა ბიჭმა დიაზეპამით დაიწყო? ეს გაგიკეთებს რას? თავიდან მოგადუნებს, მიგაძინებს რაღაც ეტაპს და როგორ შეიძლება ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ბიჭი შეგუო იმას, რომ მოდუნდე და რაღაცა გამოეყო ამ ცხოვრებას, იმით რომ ვერ აზროვნებდე ნორმალურად. შემდეგ ეს უფრო გაგიაქტიურობს ტვინსო და ის ზუსტად ეს რაც გჭირს ამ წამლის დამსახურებაა. აი ვინ გინიშნავთ ასეთ გაოცებული ვარ რომ საქართველოს დიაგნოზებით და საქართველოს დანიშნულებებითო. საერთოდ გადაყარე ერთხელათაც არ მოგინდეს რომ ეს დიაზეპამი მიიღო. აი იქვე დაუნიშნეს D ვიტამინი, მერე ჩემმა პარტნიორმა თარჯიმის საშუალებით დაუწყო ექიმს ეს ყველაფერი ჩვენი პროდუქტები, რა თქმა უნდა ამობეჭდილები. და როგორც კი პირველი ჩემი მარი მიყვება რომ პირველი კანაფის ზეთი მოხდაო ექიმს და როგორც კი ეს წაუკითხია და ექთანია ეს გოგო და ნუ თარჯიმის საშუალება დაუხსნა ყველაფერი გააყოლია ექიმი ეუბნება წარმოგიდგენთ და ჩემთან მოდიო შენ არაფერი არ გჭირსო საერთოდ ჯანმრთელი ხარო უბრალოდ სწორი მიდგომა ეხა დაუჯერე შენ დასო ეს ყველაფერი გააკეთე, შეივსება შენი ორგანიზმიო და აი ნახავ წამალი არ დაგჭირდება, ყველაფერი დაუნიშნა მცენარეული მეგობრებო. ყველაფერი დაუნიშნა ბუნებრივი თურქეთმა. და იქვე შესთავაზა ჩვენს გოგოს, ჩვენს პარტნიორს თანამშრომლობა. სასწაული რაღაცა შეთავაზება მოხდა იქ. და ნუ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ეხლა რა თქმა უნდა თარჯიმნებს აქეთ უნდა შემოხვედრონ ფილიალში მე
და ეს არის სერიოზული გადადგმული ნაბიჯი და რისი თქმა მინდა მე ჩვენთან ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტებია და როგორც კი ამის სერტიფიკატებს შეხედა ხელები აწია ექიმა ჩვენც გვაქვსო თურქეთშიო დანამატები ჩვენი ქვეყანა აწარმოებსო ასეთ დანამატებსო მაგრამ თქვენ თუ კი რადგან ამ პროექტში ხართო და სერტიფიკატებს შეხედა ესეთი სერტიფიკატები ესე იოლად არ გაიცემა უთქვა ეს არის უმაღლესი ხარისხის და რაც გაკლია აუცილებლად შეივსე შენიდის კომპანიის პროდუქტებიდან. წამოვიდა ეს ბიჭი გახარებული და 2 დღის ჩამოსულია და ურეკავ ყოველდღე როგორ არის, D ვიტამინის ნებსი გაუკეთ და ერთხელაც არ შეწუხებულა და უკვე სამსახურზე ოცნებობს ბიჭი. წარმოიდგინეთ ეხლა როგორი კარგი მიდგომა აქვს ესა. ჩვენთან რატო ხდება ეს უკვე ჩვენ ჩავიხედავთ ჩვენ გულებში ეს უკვე ძალიან რთული სალაპარაკო თემაა. აქ უფრო რა ვიცი რა გითხრათ უფრო ფარმაცევტული მხარია ჩვენთან განვითარებული და ადამიანები მართლა გადართულია უცებ აფთიაქზე და ამქიურიურ წამლებზე და რისი თქმა მინდა მეგობრებო ამას ჯანმრთელობა ვერ მოაქვს ჯანმრთელობას მოგვიტანს ზუსტად ეს ბიოსაკვები დანამატები რომელიც აკლია ჩვენ ორგანიზმს შეივსება გასუფთავდება და თავისთავად უამრავი რაიმე მოგვარდება წარმოიდგინეთ როგორი მიდგომა აქვს თურქეთს მათაც ასე მცენარეულები დაუნიშნეს ახლა ამ ადამიანს. ამიტომ ჩვენთან არის ზუსტად ასეთი პროდუქტები და უცებ გავივლი მეგობრებო, ეს არის D ვიტამინი კალიუმთან ერთად. საინტერესო ვიტამინია, რაც ახლა გითხარით, აი ამ ბიჭის პრობლემები ზუსტად პირველ რიგში ზუსტად აღიარა ექიმა, რომ D ვიტამინის საერთოდ არ აღინიშნებოდა. არც ერთი ერთეული D ვიტამინი არ დაფიქსირდა ორგანიზმში, იმდენად დაცლილი იყო ბიჭი. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც ყველას გვჭირდება, ვერაულით ამას გვერდს. დღეს 3 ადამიანმა დამირეკა 12 აქვს D ვიტამინი, როცა 30-დან მაღლა უნდა იყოს. და 12 წარმოიდგინე, ახლა 30-მდე რამდენი აკლია ადამიანს და 30-იც კი ზღვარია, ასე რომ ვთქვათ. აი 30-ის მაღლა უნდა გქონდეს D ვიტამინი. თუ გინდა რომ აი ჯანმრთელად იყოს შენი გული, თუ გინდა რომ აი ძვლები ჯანმრთელად გემსახურებოდეს ასევე ძალიან ბევრი ჯანმრთელობის შემთხვევაში იღებს D ვიტამინი მონაწილეობას. ძირითადად ამბობენ მზისხივიდან შეიწოვება, მაგრამ დღეს იყო ისეთი შემთხვევები, ზაფხულზე მზიდან დაზაგრულები ჩამოვიდნენ გოგუები და რაღაც ვირუსები რომ აიკიდეს და გაუზომეს D ვიტამინი, მზიდან ჩამოსულს, რომელიც მზის ქვეშ იყო, ასე ვთქვათ, ახლა ზღვაზე როცა მიდიან დილიდან არიან ხო მზეზე და ყველაზე კარგია დილის 11-დან 12-მდე მიღებული მზის სხივი. იქეთ უკვე საზიანოა. მაქედან შეიწოვება D ვიტამინი, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი მეგობრებო. და ამიტომ გახდა აუცილებელი ასეთი პროდუქტების დამატება დღევანდელ პირობებში. ძალიან კარგი ეს D ვიტამინი ჩვენთან არის კალიუმთან ერთად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ სისხლძარღვებში არის ჩალექილი კალცი და დაბინძურებები რომ ვერ გადადის კალცი ვერ მონაწილეობს და ვერ ტრანსფორმაციას ეს ზუსტად კალიუმი აკეთებს იმას რომ სისხლძარღვებს ასუფთავებს გამოაქვს ეს სისხლძარღვებიდან კალცი და გადააქვს საჭირო ადგილზე ასე რომ კალცის ტრანსფორმაციასაც აკეთებს D ვიტამინი კალიუმთან ერთად ამიტომ თუ თქვენ უჩივით აი თმის წვენას აი წნევები დაგეწოთ ძვლის პრობლემები დაგეწოთ ხო მაშინ უნდა იფიქროთ რომ გაისინჯოთ D ვიტამინი და მერწმუნეთ, აი ვერ აღმოაჩენთ D ვიტამინის ნორმაში. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგია საერთოდ D ვიტამინი ცხიმთან ერთად კარგად იწოვება და ძალიან კარგია დილით როცა მივიღებთ, აი პატარა კარაქთან ერთად, მაინც აი კარაქიან პურთან ერთად მივაყოლოთ D ვიტამინი. აი საუკეთესო შეწოვა აქვს ამ შემთხვევაში. ძალიან კარგია D ვიტამინთან მაგნიუმი, მეგობრებო, D ვიტამინი შეგვიძლია მივიღოთ დილით. ჩვენი D ვიტამინი არის საკმაოდ ძლიერი და არის 2000-იანი და თუ კი ძალიან დავარდნილია, მაშინ შეგვიძლია 2 კაფსულა მივიღოთ, როცა მაგალითად 30 ზემოთ გადაცდება, შეგვიძლია გააგრძელოთ თითო კაფსული. და ყველაზე კარგი მიდგომა, ზოგჯერ ჩვენთან რაშვებიან, აი დაუნიშნავს ექიმი D ვიტამინს რაღაც 1-2 თვე დალევს ადამიანი, მე 1-5-6 თვე აღარ მიიღებს, აღმოჩნდება ისევ დავარდნილია. ყველაზე კარგი ვარიანტი, თუ გვინდა რომ D ვიტამინი სულ წყობაში იყოს, რა უნდა გავაკეთოთ? აი, როცა თავიდან ყოველ დღე მივიღებთ და დარეგულირდება, ასე რომ ვთქვათ, ორგანიზმში D ვიტამინი, შემდეგ გავაკეთოთ ასეთი რაღაცა. კვირაში 2 ჯერ ყოველთვის მიიღეთ.
არც ზედმეტი გექნებათ არასდროს და არც არასდროს გაგიგდებთ D ვიტამინს. აი საერთოდ არ შეწყვიტოთ. ერთ-ერთი ზაფხულში, აი იმაში აგვისტოში შეგიძლია შეაჩეროთ, რადგან მზის სხივიც ცოტა უფრო გვეხმარება მაგ დროს და აი სექტემბრიდან ისევ ხელახლა დავიწყოთ. აი ყველაზე კარგი მიდგომაა D ვიტამინის კარგი შენარჩუნებისთვის ორგანიზმში. ასევე ძალიან კარგია D ვიტამინთან ერთად ჩვენი მაგნეზიუმის მიღება, ჩვენი მაგნიუმი მეგობრებო არის საუკეთესო, მართლა უმაღლესი ხარისხის, შეიცავს მაგნიუმის გლუკონატს და მაგნიუმის გლიცინატს, ეს არის თურმე ყველაზე საუკეთესო ფორმულა, აი უამრავ რაიმეში იღებს მაგნიუმი მონაწილეობას და როცა მაგნიუმს ჩვენ ვღებულობთ, ვისაც აქვს უძილობა, სახსრების პრობლემები, კუნთების პრობლემები, ნერვული სისტემის პრობლემები, აი შეამჩნევთ, რომ როგორც კი მაგნიუმს დაიწყებთ. თუ გინდ მხოლოდ მაგნიუმს, მე არ მქონდა ერთი გოგო შემეხმიანა სახსრების სერიოზული პრობლემები აქვს, თანწნევები აქვს, სისხლძარღვების შევიწროება და იმ წუთში სალონში მქონდა მაგნიუმი და მხოლოდ მაგნიუმი გავატანე და ნუ რაღაცა ერთ კვირაში მომწერა, რომ ვაიმეო, ისეთი შვება ვიგრძენიო, რაღაცნაირად დავწნარდიო და კი ბატონო, ზუსტად ამას აკეთებს მაგნიუმი და ძალიან კარგია, თუ ზედმეტად უძილობა გვაქვს, ან შფოთვები გვაქვს, შეგვიძლია ორჯერაც მივიღოთ, დილას D ვიტამინთან ერთად და საღამოს 6 საათის შემდეგ, კვების შემდეგ და აი საუკეთესოა, როცა ორივეს ერთად ვღებულობთ, საუკეთესო შერწყმაა ერთმანეთის. შემდეგი ჩვენი პროდუქტი, მეგობრებო, გეტყვით, რომ არის ანტიბიოტიკი, ბუნებრივი ანტიბიოტიკი, ჩვენი ფაქტორ 4. ამაში არის კურკუმა, ნიორი, ომეგა 3 და ომეგა 6 და გეტყვით, რომ ჩვენი ომეგა არის აქ პაწაწა, ლიფსი და თევზებიდან მოყვანილი, მეგობრებო, ეს ყოფილა ყველაზე საუკეთესო სუფთა თევზის ზეთი, რადგანაც პატარა თევზი ვერ ხლაყავს თურმე დიდს და აი მათგან გამოხდილი ზეთი არის სუფთა საუკეთესო და ზუსტად ეშენარებები აქვს ამას. კურკუმა და ნიორი ანტისეპტიკია, სასწაულია, ვისაც სოკუ აქვს, მეგობრებო, ვისაც ანთებითი პროცესები ემართება ხშირად, აი როცა სახსრების პრობლემებია, საუკეთესოა, მეგობრებო, სახსრების პრობლემების დროს, თანდათან ასაკში, როცა სახსრები იფიტება, შრება, ხო? აი ხახუნის შედეგად იქ ანთებაც წარმოიქმნება და როცა სახსრების პრობლემებია, ძალიან კარგია D ვიტამინი, მაგნიუმი, ეს ფაქტორ 4 ანთებების პროდუქტი და საუკეთესოა ამასთან ერთად, როცა ვღებულობთ კიდე კოლაგენს. კოლაგენი კი არის, როგორ გითხრათ, სმასკაო რომ იტყვიან, აი ზუსტად ამას აკეთებს, სინოვალურ სითხეს აღადგენს ორგანიზმში, ძალიან კარგია ზოგადად კანისთვის, თმირჩხილებისთვის, თმისთვის. საუკეთესო არის, მეგობრებო, ჩვენ ძვლებს ხო ეხმარება და ისეთი მნიშვნელოვანი და საუკეთესო ცილა არის, ხო ყველას გვჭირდება 30 წლის შემდეგ, აი ყველას, ეს ყველამ რომ მიიღოს ყოველდღე საზღვარგარეთ და განვითარებულ ქვეყნებში კოლაგენს ყოველთვის სვამენ, ყოველთვის აქვს მათ სამზარეულოში კარგი ადგილი მინიჭებული კოლაგენს. ასე რომ აი ძვლებთან მიმართებაში საუკეთესოა, როცა ამ 4-ს ერთად ვღებულობთ და ასევე ძალიან კარგია კიდე ჩვენთან არის CBD-ს კრემი შესაზელი, მე ძალიან მომეხმარა, რამდენი ხანი არ წამისწვია, კისერი მეღლება ხოლმე სალონში როცა ვარ და მთელი დღე თმას ვარცხნი და მიწევს გადახრილი მუშაობა, აი როცა შევატყობ რომ დამეღლება, მასაჟთან ერთად ვიზილავ ამ ზეთით, ასევე კარგია მუხლებზე, აი სახსრების ნებისმიერ ართრიტები ვისაც აქვთ, ხო? გამაყუჩებელიცაა, თან ალოე ვერა შეიცავს და ანთების საწინააღმდეგოც არის და ჩვენს დასალევ პროდუქტებთან შესაზელი კრემიც არის და ეს სასწაულად ეფექტურად მოქმედებს. ამას გეტყვით, რომ მეგობრებო, რადგან ნივრის პროდუქტებია მშიერზე არ დალიოთ, ეს შეიძლება კუჭი აგეწყვეთ. ნახეთ, ყველაზე კარგი დრო არის 3-4 საათი. კარგად რომ ისადილებთ, შემდეგ ერთი კაფსულა დალიეთ და მიაყოლეთ ერთი დიდი ჭიქა წყალი, ასე რომ ვთქვათ. და არაფრით კულს არ გაგეხიზიანებთ, ეს გაითვალისწინებთ. შემდეგი ჩვენი პროდუქტი უცებ გეტყვით, აი მე ძალიან მიყვარს ეს სისხლძარღვების გამწმენდი, გული და სისხლძარღვები, ძალიან კარგი პროდუქტია, მთელი მცენარეების და ბოსტნეულის ნაზავია, მეგობრებო, დაფრული, ამას მიყვება მისი საზომი კოვზი, დღეს უამრავ ადამიანზე ვგებულობთ, რომ გულით გარდაიცვალა. აი გულს მივეხმაროთ, ყველაზე
ყველაზე მთავარი ხო მაინც გულია და ამიტომ გულს მივეხმაროთ ოღონდ აუცილებლად ვისაც წნევები გვაქვს და ზოგადად დავიწყოთ პატარა დოზით. ყველაზე იქ ჩვენი პროდუქტები იმდენად ძლიერი და ეფექტური არ იფიქროთ რომ ბევრს დავლევ და უკეთესი იქნება. არა ძალიან პატარა დოზით დავიწყოთ, აი მისი ამ კოზის ნახევრის კიდე დააკელით თავიდან როცა იწყებ და არანაირ პრობლემას არ შეგვიქმნით. ნელთბილ წყალთან ერთად თუ დალებთ კიდე კარგი შეწოვა აქვს და კარგი მოქმედეს, სწრაფად შეიწოვა და ეფექტიც უფრო კარგია. შემდეგი ჩვენი პროდუქტი ეს არის ნაწლავების გამწმენდი და აი სულ ხშირად ამბობენ, რომ აი კარგი გასუფთავებული ნაწლავები არის ჯანსაღი იმუნიტეტი, ხო? ხშირად ამბობენ და ზოგადად ძალიან მიხარია. დღეს დაუბრუნდა ხალხი ბუნებას და დაუბრუნდა ძველებურ მეთოდებს, ხო? აი ინტერნეტშიც რამდენი ამოდის და იმდენი ყურადღება აქვს ხალხინა და იმდენ კომენტარებს ვკითხულობ, ან მართლა მიხარია, აი გულით მიხარია, რომ ადამიანებმა მიხვდნენ და მაინც დაუბრუნდნენ უკვე ბუნებრივ პროდუქტებს და აი ჩვენი მართლა ბებია ბაბუის დროინდელ რეცეპტების მიხედვით შექმნით პროდუქტებს. თუნდაც მწვანე აფთიაქშიც ძალიან ბევრმა დაიწყო რაღაცების მომზადება დღეს და მიხარია, აი მართლა მიხარია. ადრე საერთოდ არ იყო ეს ქიმიური წამლები, ხო? ჩვენი ხალხი სულ ძველ ბალახეულ რეცეპტებით აკეთებდა ჩვენი ბებიები და ბაბუები ყოველთვის გამაჯანსაღებელ პროდუქტებს და ყოველთვის ეფექტიც იყო და ხალხი ჯანმრთელი იყო უკვე. უფრო და დღეს უფრო გადავიდა ხალხი ქიმიაზე, ყველაფერი ქიმია, საჭმელი ქიმიურად მომზადებული, წამალი ქიმია და ვეღარ გაძლო ორგანიზმმა, ხო და გადაიჭედა, ასე რომ ვთქვა. ამიტომ კარგია რომ ხალხი დაუბრუნდა ისე მცენარეულ და ბალახეულ კურნალობას. აი ჩვენთან არის კიდე ძალიან საინტერესო ბავშვებისთვის ძალიან მიყვარს, აი ძალიან ბევრ დედიკოებს და ბებიებს ვასწავლე და თავიანთ ბავშვებს შეუძინათ, აი ძალიან კმაყოფილი არიან. ბავშვებისთვის შექმნილი ჟელი ბონები, მეგობრებო, დღეს ბავშვებიც გადასული არიან სწრაფი კვების საკვებზე, ასე რომ ვთქვათ, ეს საშინელება და ამიტომ ამით მაინც დავეხმარებით. იმით იმ ბავშვი ვერც ვიტამინებს და მინერალებს ვერ შეივსებს და აქ არის ყველაფერი ბავშვის დოზა, პედიატრს როცა ვაჩვენენ, ხელები აწიან, საუკეთესოა ისეთი მილიგრამებით არის შეზავებული, რაც ბავშვს ჭირდება, ყველაფერი არის ზუსტად ამაში. ამიტომ ერთი ჟელიბონი შეუძლია ორიც, ჩემ ბავშვს სულ რომ იცე ყველა შეჭამს, იმდენად უყვარს, მაგრამ ერთი თუ ძალიან უჭმელია, ორიც შეიძლება თუ არა და ერთი საკმარისია ბავშვისთვის 3 წლის შემდეგ შეიძლება ნებისმიერმა ბავშვმა მიიღოს. ჩემი პაწაწუნა 3 წლის არ არის, მაგრამ იმასაც ვაჭმევ, არაფერი არ უჭირს, უბრალოდ ბავშვის კვებას ანიჭებენ მნიშვნელობას და 3 წლის ზევით აწერენ ყოველთვის იზღვევენ თავს. ჩვენთან მეგობრებო არის ასევე ყავა, ყავაც ორგანულია და მცენარეული, აი ვისაც წონის პრობლემები აქვს, მართლა დაგეხმარებათ, სერიოზული პროდუქტია, შეიცავს მწვანე ჩაის, ყველანაირ სოკოს შეიცავს, მეგობრებო, სამკურნალო სოკოს, მაკაკოს შეიცავს, აი ძალიან კარგად მოქმედებს თავის ტვინზე, ზოგად განწყობაზე, ენერგიასაც გაძლევს. და ნუ კარგი არის აი დიდი წონის ადამიანებისთვისაც, აი მართლა კარგია წონის პროგრამასთან ერთად. ჩვენთან არის კიდე წონის კორექციის, აი სადაც ზედმეტი ცხიმებია, ზოგს აქვს მუცელზე, ზოგს კლავებზე აქვს ზედმეტი ცხიმი, აი ეს უწყობს ზუსტად კორექციას ხელს, ასევე ჩვენ ნებისმიერი გამწვენდები, ყველაფერი წონის კორექციაზე მუშაობს, ჩვენთან არც ერთი პროდუქტი არ ასუქებს, მეგობრებო, ხშირად მეუბნებიან, რადგან ვიტამინებია, ხომ არ გამასუქებსო. არა, არც ერთი არ ასუქებს, რადგანაც ეს არის ბუნებრივი, ორგანული და ეს არ არის რაიმე სინთეზური ვიტამინი, რომ გააფუოს და გაასუქოს ადამიანი. პირიქით, ყველა მუშაობს ნივთიერებათაცვლაზე და როცა ნივთიერებათაცვლა მოწესრიგებულია, ნუ წონის კორექციაც ჯანსაღად ხდება, გამოძერწვა მართლა ადამიანის. შემდეგი ჩვენი პროდუქტი არის შილაჯიტი, ანუ მუმიო, აი ძალიან მაგარი პროდუქტია, განსაკუთრებულად ვისაც ციყვი აქვს, მეგობრებო, მეც და ჩემი უღლესაც ციყვი გვაქვს და აი ვღებულობ და აი ძალიან კარგი შედეგი ვნახე, განწყობაზე ძალიან კარგად იმოქმედა, ძილზეც კარგად იმოქმედა და იმდენად კარგი თვისებები უწერია, რა ვიცი, დარწმუნებული ვარ, სასარგებლოა, მეტი მე არაფერი არ მქონდა, უბრალოდ ციყვის გამო ხშირად მემართება ის, რომ აი ჩემი ციყვი გადადის
ტოქსიურ მდგომარეობაში და აი რაც მე ამ პროექტში ვარ, არ მომხდარა ეს შემთხვევა ერთხელათაც მიდის ჩვეულებრივად დასტაბილურდა ყველაფერი და აუცილებლად ვღებულობ კანაფის ზეთს, მეგობრებო, პირველი ენდოკრინოლოგიური სისტემის ჩიყვია, ანუ რა გითხრათ, სახსრები, გული, ტვინის მუშაობა, ყველაფერზე, განწყობაზე, ყველაფერზე კარგად მოქმედებს კანაფის ზეთი. ესეც პატარა-პატარა დოზებით, მეგობრებო, არა დასავალდებულო პირდაპირ წერია შემადგენლობაში, რომ აი მიიღეთ პატარა დოზებით და აბსოლუტურად საკმარისი იქნება. ასეთი საწვეთურია და ენის ქვეშ დაიწვეთებთ, მალევე ხდება ენის ქვეშ კაპილარებიდან შეწოვა და ეგრევე გადადის სისხლში და სწრაფი მოქმედება აქვს. აი ძალიან კარგია ძილის წინ, როცა ჩაიწვეთებთ, არა შეგიძლიათ ორჯერად დილასაც ჩაიწვეთოთ 1-2 წვეთი. და საღამოსაც მაგალითად. ასევე კარგია ონკოდაავადებულების შემთხვევაში, მეგობრებო, ძალიან ბევრი ადამიანი მართლა მიკავშირდება ონკოდაავადებულები, აი ძალიან ნევრიულობ, მართლა გული შემტკივა ამ ხალხზე და ყველაფერი არის მაინც არასწორი მიდგომით, რაღაცას არ მიაქცია ყურადღება და ბოლოს მივიდა იქამდე, სანამდეც მივიდა. და დღეს უკვე ისეთი ხალხი მეხმიანება, რომელსაც აქვს უკვე მეოთხე სტადია და რა გავაკეთო, ხა ძალიან მინდა ამ ადამიანებს მოვეხმარო, მაგრამ მეოთხე სტადია უკვე არის ძალიან რთული ფორმა. მართლა ბოლო სტადია და მაგ დროს ვერც ქიმიას უძლებს ადამიანი და კი ყოფილა შემთხვევები, მაგალითად, ახლა ჩემთან მესამე სტადიის ბევრი არის და ყველანი კარგად არიან, ყველას გამოუკეთდა ანალიზები და ნუ ეს ჩემთვის არის დიდი სიხარული და რა თქმა უნდა, მათთვისაც, მაგრამ მე უფრო კიდე ბედნიერი ვარ, როცა მიკავშირდებიან და მეუბნებიან, რომ ძალიან ბევრი რაიმე მოგვარდა, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი შემეხმიანა მეოთხე სტადიაზე და არ ვიცი ხა წყენით არა წყენს ნამდვილად, რადგან ონკოუჯრედებს ბლოკავს არაძლევს საშუალებას განვითარდეს პირდაპირ ეს უწერია და კარგ უჯრედებს ამრავლებს, მაგრამ რამდენად ბოლო სტადიასაც აქვს მისი ფორმები თურმე, მაგასაც აქვს ბოლო სტადიაში პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. წარმოიდგინე იმ მეოთხე სტადიას კიდე მისი საფეხურები აქვს და გააჩნია რომელზე არის ადამიანი. ამიტომ მეგობრებო, ეს პროდუქტები ყველაფერი იმისთვისაა, რომ არ დაგვემართოს ასეთი რაღაცა და დიდხანს ვიყოს ჯანმრთელად და ამიტომ ამბობ, ვერაულით გვერდს თორა უკვე ყველაფერს აკეთებენ ერთმა მითხრა რას არ გავიღებდი ოღონ მაგი მოუხდებოდესო და ღმერთმა ცნას მოუხდეს, მაგრამ მე ხო სრულად ვერ ვეტყვი, გარანტირებულად ვერავის ვერ ვეტყვი ამას და გარანტირებულად ამბობს კომპანია, თუ კი ჩვენ მივიღებთ ასეთ პროდუქტებს, ვიქნებით მოძრაობაში, ვივარჯიშებთ, ჩვენ დამფუძნებლები სულ ვარჯიშობენ, მეგობრებო, სულ აქტიურად არიან, რაც უფრო ვარჯიშობ და მოძრაობაშია, საული უფრო ტონუსშია, ეს უნდა ვიცოდეთ და საერთოდ უნდა ვიცოდეთ დავამუღამოთ წყლის მიღება, მეგობრებო, ხალხი მეუბნება, ვაიმე წყალს ვერ ვსვამ, წყლის დალევას რა შეიძლება უნდა მიგვირს, წყალი როგორ ვერ უნდა დალიო ადამიანმა. და მე უხსნი 1000 განმარტებებს, ვეუბნები მარტო წყალით რო დაიწყო, აი წყლისმით რო დაიწყო, რამხელა წინსვლას მოუტან შენ ჯანმრთელობას და ძლივს დავაწყებია ხალხს წყლის მიღება. და მართლა აღიარეს რა, როცა წყლის მიღებას მოუმატეს, თანდათან ახლა ერთიანად ვერ შეძლებთ, არც არ არის კარგი. ნელ-ნელა თუ მაგალითად 3 ჭიქას ღებულობ დღეს, ხო, დაამატე ხვალ 1 ჭიქა, შეავსე ორგანიზმი, შეაგუე, მერე კიდე დაამატე და მერე მკიეჩვევიან და მეუბნებიან, რომ შენ დამაწყებელია წყლის მიღებაო. სულ მეუბნები ხალხო, წყალი მარტო შეწუხებულ ადამიანს კი არ უნდა, ჯანმრთელ ადამიანს უნდა კარგად რო ხარ დალიეთ და ანტიოქსიდანტია გაგაცოცხლებთ. კარგი, ერთი სიტყვით მე მგონი ყველა მაინც ვერ გითხარით, უამრავი პროდუქტებია, მე ძალიან ჩქარა მომემზადე დღეს პრეზენტაციისთვის და ყველაფერი ვერც მოვაგროვე აქ, მაგრამ დაახლოებით გეტყვით, რომ ჩვენთან როცა დარეგისტრირდებით, მეგობრებო, ყველაზე კარგი ამბავი ეს არის, რომ ჩვენთან არის ეს შესაძლებლობა, რომ ერთხელათაც დარეგისტრირდე, დარეგისტრაციაში გადაიხდი $40, იქვე გადაიხდი $10 საწევროს, ასე რომ ვთქვათ, ჩვენთან, რადგან კლუბური კომპანია, მეგობრებო, ნახეთ, ეს არ არის ქსელური, ჩვენთან არის კლუბური სისტემის კომპანია.
ჩვენ არ გვევალება აქ ყიდვა გაყიდვა, მე რა თქმა უნდა წარგინიგენათ პროდუქტები იმისათვის, რომ იცოდეთ, რომ რა პროდუქტებია აქ, რომ ხალხს გადასცეთ, მიაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენთან შეგიძლია ბიზნესი, ჩვენთან შეგიძლია ჯანმრთელობის მდგომარეობა და ზუსტად ამ პროდუქტებით შეიძლება, მეგობრებო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ხო? ეს უნდა მივაწოდოთ ხალხს. და ეს რო ჩვენ ვისარგებლოთ, ნახეთ, ეს პროდუქტები მეგობრებო შექმნილი იყო მილიონერი ხალხისთვის მხოლოდ. ნახეთ ეს ისტორია როგორ მოდის. ამ ექიმებს უკვეთავდნენ, ჩვენს ექიმებს ამ პროდუქტებს უკვეთავდნენ მხოლოდ ბიზნესმენები და ძალიან შეძლებული ადამიანები. და ფასიც იყო ძალიან ძვირი. თითო პროდუქტი $100-ზე მეტი ღირდა წარმოიდგინოთ თითოეული პროდუქტი. და როცა ჩვენმა დამფუძნებლებმა გააკეთეს ესეთი რაიმე, რომ ეს ჩვენი ექიმები შემოიყვანეს ჩვენთან კომპანიაში და ასეთი შეთევაზება გააკეთეს, რომ უთხრეს, მოდი ეს არ იყოს მარტო მდიდარი ხალხისთვის, ეს იყოს ყველა ადამიანისთვის და ეს იყოს ბიუჯეტურად მისაწვდომი ყველასთვის. აი, ასეთი სასწაული რაღაცა გააკეთა ჩვენმა პრეზიდენტმა, მეგობრებო, და ეს ექიმები შემოიყვანა ჩვენთან და როცა ეს პროდუქტები 3-4 წელი იყო გაყიდვაში და მარტო მდიდარი ხალხისთვის, დღეს ახლა ეს არის ჩვენთვის ისეთი ადამიანებისთვის, ვინც ყველა ნებისმიერი ქართველი შეძლებს ამ პროდუქტების ყიდვას. აი, არავის არ უჭირს, მეგობრებო, თუ გით კლიენტურადაც ჩემთან რომ მოდიან, ისეთი ფასები აქვს, არავის არ უჭირს ამ პროდუქტების შეძენა. პირიქით, ძალიან გახარებულები არიან. მე ვიყავი ისეთ კომპანიაში, რომელიც თითო პროდუქტი ღირდა $120 და ის ნამდვილად უჭირდა ადამიანს და როცა უხსნით და მე ფას ვეუბნებოდი, უფრო ცუდად ხდებოდა ადამიანი გაჯანსაღებაზე რას ელაპარაკო იყო უკვე. ფას როცა გაიგებდნენ, მართლა ცუდად ხდებოდნენ და დღეს როცა მე ამ პროდუქტებზე ვესაუბრები და შემდეგ ფას ვეუბნები, რომ აი დარეგისტრდით ერთხელ და ყველაფერი თქვენთვის იქნება 75%-იანი ფასდაკლებით. ეს არ არის მეგობრებო, ის ქსელური კომპანია ხანდახან როდებენ აქციას და არიქ აქცია და როგორმე მოასწარით და მხოლოდ ამაზეა აქცია. არა მეგობრებო, თქვენ ერთხელათაც რომ დარეგისტრდებით, თქვენ შესაძლებელი გექნებათ ეს პროდუქტი ნებისმიერ დროს გამოწეროთ და მიიღოთ თქვენ, ისე რომ არც გაყიდოთ მაგალითად. თუ კი ეს თქვენთვის შესაძლებელი იქნებოდა ვინმეს გაყიდვები ძალიან გაინტერესებთ, ეს ძალიან მაგარი ამბავიცაა. თუ კი გაყიდვებზე იმუშავებთ, კი ბატონო, მაგრამ რა თქმა უნდა, კარგად უნდა შეისწავლოთ პროდუქცია, რომ ვინმეს რჩევას რომ გაუწევთ, იქ იყოთ დარწმუნებული 1000%. ამ შემთხვევაში კი ბატონო, შეგიძლიათ გაყიდვებზე იმუშაოთ, მაგრამ ეს რო ეძნელებოდათ სხვა კომპანიებში, ჩვენმა დამფუძნებლებმა ეს მიტო გააკეთეს, რომ აი ეს გაყიდვები რო არ მოუწიოს ხალხს. ამიტომ ჩვენ არ გვევალება მეგობრებო იმისათვის რომ აქ თანხები დაგვერიცხოს, არ გვევალება რაიმე პროდუქტების დაყიდვა, არ მოქმედებს ამაზე მეგობრებო. ჩვენ გვევალება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება ხალხზე და ის ზუსტად გადავდივართ იმაზე, საიდან გვირიცხავს უკვე კომპანია თანხებს. ეს ზუსტადაც გაცემული ინფორმაციაში, როცა მას ჩვენ მივაწოდებთ ადამიანებს, ჩვენს ირგვლივ მყოფ ყველა ადამიანს და გადაწყვეტავს, რომ დარეგისტრირდეს, აქედან მოდის მერე შემოსავლები ჩვენთან, მეგობრებო, და ძალიან საინტერესოა ეს თემაც. აი, შემოსავლების კუთხის არის ძალიან საინტერესო, ვიცად მართლა ბიზნესი აინტერესებს, კი ბატონო, შეისწავლე კომპანია, დარწმუნდი რომ მაგარი კომპანია, დარწმუნდი რომ მაგარი პროდუქტებია და გაეცი ინფორმაცია. აი, ამაში ადიხარ სერიოზულ შემოსავლებზე. თითო დარეგისტრირებული ადამიანიდან კომპანია გიხდის $25 მეგობრებო. თითო დარეგისტრირებული ადამიანიდან. ერთ ადამიანს დაარეგისტრირებ $25 გექნება სასაჩუქრე ბონუსი, ორ ადამიანს დაარეგისტრირებ ორჯერ $25 გექნება სასაჩუქრე ბონუსი, 10 ადამიანს დაარეგისტრირებ 10ჯერ $25 გექნება და ასე შემდეგ. რაც უფრო კარგად შეისწავლი და დარწმუნდები ამ კომპანიის სიკეთეში, იმდენჯერ ბევრ ხალხს დაარეგისტრირებ და მეტი სასაჩუქრე ბონუსი გექნებათ შემოკარგებო. შემდეგი ყველაზე საინტერესო ჩვენთან არის კიდე ხელფასები მეგობრებო. ახლა ხელფასები როგორ გროვდება? ხელფასები გროვდება თითოეული გადახდილი ადამიანი, როცა კლუბის საწევროს გადასახადი აქ არის $10 მეგობრებო. ყოველ თვე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ჩვენი ვალდებულება რაც არის, ეს არის ყოველ თვე გადავიხადოთ $10. იმისთვის, რომ ეს პროდუქტები ავიღოთ ფასდაკლებით და მივიღოთ იმის ფულადი საჩუქრები და ხელფასები.
ამისთვის მხოლოდ $10 ვიხდით. ნებისმიერ კლუბურ კომპანიებში არის მეგობრებო 15-20 გადასახდელი, ჩვენთან ესეც კი დააბალანსა, ჩვენმა პრეზიდენტმა და ჩვენთან არის მხოლოდ $10 მოვალეობაში. აი ჩვენი ვალდებულება არის $10. დანარჩენი ჩვენი არის კარგად შევისწავლოთ ინფორმაცია, კარგად შევისწავლოთ კომპანია და გავცეთ ინფორმაცია, მეტი არაფერი. ნახეთ ხელფასები როგორ გროვდება. თვითეული ჩვენი მოწვეული ადამიანი, როცა უკვე მის საწევროს გადაიხდის, აი აქედან ნელ-ნელა სახელფასოებში გროვდება 25 ცენტი მეგობრებო. ანუ ჩვენს ქვევით დაფიქსირდა ერთი ადამიანი, ხელფასში იცოდეთ 25 ცენტი გაქვთ თვიური. ეს ახლა ცოტა სასაცილოა, შეიძლება, მაგრამ შემდეგ ეს იმდენად იშლება, მეგრე შენი მოწვეული კიდე მოიწევს, ისიც შენთან სახელფასოში ამოდის, ნებისმიერი შენს ქვევით დაუკვირდით, შენს ქვევით გინდ თქვენი მოწვეული, გინდ თქვენი მოწვეულის მოწვეული, გინდ თქვენი ზემდგომის მოწვეული, ესეც არის ჩვენთან მეგობრებო. აი, როცა ჩვენი ზემდგომი მუშაობს, თანდათან მისი ხალხი ნელ-ნელა რიგრიგობით რობოტი ანაწილებს ჩვენს ქვევით. ესეც ხდება და ასე რომ აქ რომ გუნდი არ წავიდეს, ეს შეუძლებელია. უბრალოდ ამას ჭირდება დრო და შეიძლება ძალიან დიდი დროც დაჭირდეს და ამისთვის უნდა გქონდეს ნებისყოფაც. მაგრამ თუ ჩვენ აქტიურად ვიწვევთ ჩვენს პირადებს, ამ შემთხვევაში მიდის ძალიან სწრაფი სასაჩუქრე ბონუსებიც და ხელფასებიც უკვე სწრაფად გროვდება. აი აქ მინდა რომ მიაქციოთ ამას ყურადღება, რომ რა შემთხვევაში მოდის სწრაფი ხელფასები აქ. სწრაფი ხელფასები მოდის ჩვენი მოყვანილი პირადებიდან მეგობრებო. შემდეგ ჩვენი მოყვანილი, თქვათ, ჩვენი პირადებიდან ამოდის სიღრმისეულად ამოდის მეგობრებო 10-ვე სიღრმიდან აქ ამოდის სასაჩუქრე ბონუსები, მაგრამ აქ რა თქმა უნდა ვიცოდეთ სტატუსებიც და ამ სტატუსებს თანდათან შევისწავლით, როცა დარეგისტრირდებით, ყველაფერს ეხლა ტვინი ვერ აღიქვამს და როცა თქვენ დარეგისტრირდებით, ნელ-ნელა ნაბიჯ ყველაფერს გაივლით. ნაბიჯ ყველაფერი გაგიოლდებათ და რაც შეიძლება ერთი მოსმენით რთული გონიათ, ჩვენ თვითონ ვართულებთ, თორე აი მე რო შევყვებით და მუშაობას, აი მე მივხვდებით როგორ იოლდება ყველაფერი და ვფიქრობთ, რომ რაც უფრო ძნელად გვეგონა და წარმოგვედგინა, თურმე როგორი მარტივი ყოფილა აქ ყველაფერი. მთავარია იყო გულწრფელი, მთავარია გიყვარდეს ადამიანებთან ურთიერთობა, მთავარია გიყვარდეს ადამიანების დახმარება, მეტი არაფერი არ არის აქ. და რა თქმა უნდა, შევისწავლოთ ეს კომპანია, რაც მე გადმოგეცით ახლა თქვენ. აი ასეთნაირად შევძლოთ და კიდე მეტი უკეთესად გადავცეთ და დავანახოთ ხალხს ის რა კომპანიასთან გვაქვს საქმე მეგობრებო. ნახეთ ახლა ჩვენთან სტატუსები ახლა მაგალითად არის ბრინჯაოს სტატუსი, ბრინჯაო არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი და თითქმის ყველა აკეთებს ამას. აი ორი ადამიანის მოწვევით ხვდებით ბრინჯაოს სტატუსის ფლობელი მეგობრებო. მხოლოდ ორი ადამიანის მოწვევით. და რა ხდება ამ დროს, როცა ორ ადამიანს მიწვევთ, ის პირველი ჩვენ რაც მაგალითად დარეგისტრირებაში გადავიხადეთ, ხო? ამ ჩვენი ორი ადამიანის მოწვევით ვიბრუნებთ ისევ ამ თანხას უკ. ნახეთ, როცა ბრინჯაო ხვდებით, ორი სიღრმიდან ამოგდის აქ თანხები. ჩვენი მოწვეულიდან და აი მოწვეულის მოწვეულიდან. ჩვენი მოწვეულიდან ამოგდის 50%, ანუ $25 რაც გითხარი და მისი მოწვეული ხალხიდან უკვე ამოგდის 10%, ანუ $5 შემდეგი მოწვეული ხალხიდან. შემდეგ ასე მიყვება ნელ-ნელა 3% ამოდის, რაც უფრო ქვევით სიღრმეები იშლება 2%, დიდ სიღრმეებში ჩავდივართ და მე 1%, მაგრამ როცა მრავლობს ხალხი, რა თქმა უნდა, სერიოზული თანხები ამოდის თანდათან. შემდეგი ჩვენი ნახეთ, როცა ბრინჯაოს სტატუსში ხართ, მეგობრებო, როცა ამას მიაღწევთ, ჩვენთან კომპანიას აქვს დონეები, ანუ საფეხურები. ჩვენ როცა დავრეგისტრირდებით, გენეალოგიაში როცა შევალთ, შევხედავთ, რომ აი ჩვენ შემდეგ ცარიელი უჯრედები იქნება განლაგებული. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ არის დონეები და დღეს თუ ხვალ აუცილებლად ნელ-ნელა ეს დონეები
შეივსება და რა თქმა უნდა თუ თქვენ მოიწევთ ეს სწრაფად ხდება თუ არა და ველოდებით ზემოდან ნაშრომი ადამიანებიდან როდის ჩამოვა ნელ-ნელა ჩვენამდე ეს მოწვეული ხალხი. ეს იმდენად საინტერესო არ არის, საინტერესო არის უფრო ეფექტური მუშაობა და როცა ჩვენ ვიწევთ ეს დონეები მალ-მალე ივსება მეგობრებო და აი ბრინჯაოს შემთხვევაში კომპანია გვიხსნის 13 დონეზე ძალიან სერიოზული ხალხი იყრის თავს. მოიცა ერთი წუთით 13 დონეზე სადღაც ივსება 16382 ადამიანი ნელ-ნელა მოწვევებით, მერე მისი მოწვევებით, ნელ-ნელა ხო ეს ივსება, გინდა არ გინდა ივსება და ივსება და აქ ხელფასი რაც გითხარით, რომ თითო გადახდილი $10-დან 25 ცენტები სახელფასოში გროვდება თქო, აღწევს მეგობრებო $4095, რაც გექნებათ მუდმივად. აი ამისთვის ვშრომობთ ჩვენ ზუსტად. აი ძალიან ბევრ ქვეყანამ მიაღწია ამ ხელფასებს კი არა და დიდ ხელფასებს მიაღწია უკვე ბრილიანტი სტატუსები ყავს უკვე ძალიან ბევრი კომპანიას და აი ძალიან გვინდა საქართველოს რომ მეტად კიდე გავაქტიურდეთ და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ პრეზენტატორები რომ კვირაში ორჯერ გვაქვს პრეზენტაცია რომ ეს ყველა ქართველის გულამდე მივიტანოთ ეს ინფორმაცია. ნახეთ შემდეგი სტატუსი ეს არის უკვე ვერცხლი, მე მაგალითად ვერცხლის სტატუსში ვიმყოფები ამ წუთას. ვერცხლს უკვე 4 სიღრმიდან სახელფასო ვერცხლსაც $4000 აქვს დაახლოებით, მაგრამ აი დონეებიდან 4 სიღრმიდან ამოდის უკვე ვერცხლის თანხები. ხო და ამ შემთხვევაში ვერცხლს პირადი სასაჩუქრე ბონუსებიდან უფრო მეტი გამოდის. შემდეგი არის ოქრო. ოქროს 6 სიღრმიდან ამოდის მეგობრებო თანხები და ოქროს ხელფასი არის $8000 თვეში. 10 ოქრო ყავს უკვე საქართველოში. ეს ჩვენი ოქროები ამ წუთას მიღწეული აქვს მაგალითად $400-500 ხელფასებს საქართველოში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებო. რამოდენიმე ასეთი პენსიონერი ადამიანია ამ ოქროს სტატუსში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი. და როგორმე უნდა ჩავჭიდოთ ამ კომპანიას ხელი, თუ კი ეს პენსიონერმა ადამიანმა შეძლო, როგორ შეიძლება ახალგაზრდა კრეატიულმა ადამიანმა ასეთ კომპანიას არ ჩაჭიდო ხელი. არ გვეპატიება ნამდვილად ეს ქართველებს. შემდეგი სტატუსი არის პლატინა. პლატინას უკვე ოქროსგან განსხვავებით 8 სიღრმედან ამოდის თანხები, ხელფასი პლატინასაც $8000 აქვს მეგობრებო და ბოლო სტატუსი ჩვენს კომპანიაში ეს არის უკვე ბრილიანტი. სულ ცოტა აკლია საქართველოს არის რამოდენიმე ადამიანი რომელიც მალე პლატინაზე გადავა, ნამდვილად ვიცი ასეთი ადამიანები და მალე ბრილიანტიც გაჩნდება საქართველოში. რა თქმა უნდა, ჩვენი შრომით, აი ჩვენი ურთიერთდახმარებით, ერთმანეთის გვერდით დგომით, რომ ადამიანები გავარკვიოთ კარგად რა არის, რომელია მართლა საუკეთესო კომპანია და სად შეიძლება მართლა სერიოზული მუშაობა დაიწყოს ადამიანმა მთელი ენერგიით. ბრილიანტს აქვს უკვე როგორც გითხარით $16000 და რამოდენიმე ბრილიანტი ყავს უკვე კომპანია ლიუბუც მეგობრებო. ეს არის ამერიკა, ეს არის სამხრეთ კორეა, ჩინელები ძალიან მაგრად მუშაობენ. და რა თქმა უნდა, ჯერი ჩვენზეა, ჩვენ როგორ განვითარდებით და ყველაზე მაგარი კიდე რა აქვს ამ კომპანიას, რაც ძალიან მომწონს. ნახეთ. ყველაზე მაგარი აქვს ეს, რომ აი შენ რამდენ ადამიანსაც გამოსდი, გაუყვალავ გზას, რამდენ ადამიანს აიყვან ხელფასზე. თქვათ აიყვანე ადამიანი $2000 ხელფასზე, თქვათ $1000 ხელფასზე აიყვანე შენი მოწვეული ადამიანი. გინდა $50 აიყვანე, თქვათ შენი მოწვეული ადამიანი, ხო? რამდენ ადამიანს ხელფასი აიყვან, შენ ხელფასთან ერთად კომპანია გირიცხავს ამ გამოზრდილი ადამიანების ხელფასის 50%-ს. ნახეთ, თუ შენი მოწვეული ადამიანი აიყვანე $1000 და იმუშავე შენ, რომ ის ადამიანიც გაახარე, მაგრამ კომპანია ნახე შენ რას გიშვება, შენ რომ ეს ადამიანი გამოზარდე, შენც გიხდის მისი ნახევარს. ეს მეგობრებო არსად არ არის. ასეთი რამე მართლა არ მსმენია არსად და ამიტომ მართლა სერიოზული კომპანია გვაქვს, ძალიან სერიოზული. სერიოზულად უნდა მიდგომა მეგობრებოს. აი, ძალიან კარგი მომენტია აქ ქალბატონ ნანა ლომიძეს გაკეთებული აქვს 3 მოწვევის პრინციპი.
თუ ჩვენ ამას დავამუღამებთ. მხოლოდ 3 ადამიანი გინდა კომპანიაში და როგორი ადამიანი, ვინც განეწყობა პიროვნულად, რომ იშრომოს ამ კომპანიაში. განეწყობა როგორი ადამიანი, როცა ზუსტად იცის ეს ყველაფერი რა ელოდება, ხო? თუ ჩვენ ამას დავანახავთ ადამიანებს, ზუსტად დავუდებთ წინ ყველაფერს. მე მართლა დღე დავამშრომლობ, ასე რომ ვთქვათ, რომ აი დავანახო ზუსტად დღეს როგორ იციან ადამიანებმა, როგორც კი რაღაცას შეთავაზებ, ვაიმე, ეგრევე უარი როგორ მოგიცილონ და აი რა სიტყვებით გითხრა, იცი, მთელი დარწმუნებით გეუნებიან უარს, ისე რომ არც გისმენენ. ხო ყოფილა ასეთი შემთხვევები. და თუ კი ამას როგორმე ჩვენ იმას მოვახერხებთ, რომ ნელ-ნელა ჩვენი ადამიანობით, ჩვენი პატიოსანი შრომით. ახლა თუ შენ ისეთი ადამიანები ხარ, რომ დღეში 10 ადამიანს ატყვილებ და სახელი გაფუჭებული გაქვს, ძალიან გაგიჭირდება ასეთ ადამიანს ახლა დღეს ბიზნესში დაპატიჟო ვინმე, მაგრამ თუ ისეთი ადამიანი ხარ შენ, რომ გიყვარს ადამიანების მოხმარება, გიყვარს შენი თავის განვითარება და პასუხისმგებლიანი ადამიანი ხარ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს კომპანია შენთვისა და ეს კომპანია ნამდვილად გაგახარებს. და ნახე ქალბატონმა ნანამ გაგვიკეთა ასეთი 3-ის მოწვევის პრინციპი და დაგვანახა 3-ის მოწვევას, ისეთი ძლიერი ადამიანის მოწვევას, რომელიც ბიზნესში გამოგადგება და თავის თავსაც გამოადგება, 3 ასეთი ძლიერი ადამიანი, მხოლოდ 3 ადამიანი გჭირდებათ ამ ბიზნესში, რომ მიაღწიოთ ძალიან დიდ შემოსავალს. ნახეთ რა ხდება. თქვენ რომ 3 ადამიანს მოიწევთ, ისინიც რომ 3-ს მოიწევენ. ეს არის 3-ის მოწვევის პრინციპი. ყველა ვიწევთ მის 3-ს და გავდივართ ძალიან დიდ ხალხის რაოდენობაზე და რა თქმა უნდა, ამით გავდივართ ძალიან დიდ შემოსავლებს. თუ მაგალითად, ეხა ესეთნაირად არის გაკეთებული, თუ კვირაში ერთი ადამიანი მოიწევს 3-ს, შემდეგ მისი სადმე ადამიანი მეორე კვირაში მოიწევს 3-ს. შემდეგ მათი მოწვეული 3 შემდეგ კვირაში მოიწევს 3-ს. აი ასეთი პრინციპით ნახეთ, ორ თვეში ადამიანი გადის $6,561 ხელფასზე მეგობრებო. ორ თვეში გადის ზუსტად 8 კვირაში. მაგრამ ახლა ასეთი თანმიმდევრობით არ ხდება, ხო, ნამდვილად არ ხდება. თუმცა ძალიან კარგად მოხდა გერმანიაში, როგორც ქალბატონი ნანა გვეუბნება, აი სტუდენტებმა აიღეს თავის თავზე, გააკეთეს ეს ჯაჭვური პრინციპი და ძალიან მალე 3-4 თვეზე გოგო ბიჭები ავიდნენ $4,000 ხელფასზე. ნუ თუ რატო არ შეიძლება ჩვენმა საქართველოში გააკეთოს, ხო გვყავს ისეთი კარგი მოაზროვნე ახალგაზრდობა. ამ ახალგაზრდობას მინდა კარგი ინფორმაციის მიმტანი, ხო? და როგორმე ვფიქრობ, რომ ნამდვილად იტყვის საქართველოს თავის სათქმელს, ნუ შეიძლება ნელ-ნელა, მაგრამ მართლა იტყვის თავის სათქმელს და დღეს მე აი ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება და ისეთი სერიოზული ადამიანები მიკავშირდება, ხო, მართლა მიხარია და თანდათან უკვე ძალიან სერიოზულ ხალხზე გავდივარ. მქონია ისეთი შემთხვევები, ვისაც დაურეკია მაგალითად, როცა თავიდან მოვიწვი. არ დაგიმალავთ, მე არ მიყვარს მეგობრებო რაღაცის დამალვა. ზუსტად რაც არის კომპანიაში, იმიტომ უყვარვარ ხალხს, ზუსტად იმას ყვები. და როცა მაგალითად თავიდან მოვიწვი ადამიანი და მთელი ჩემი გულწრფელობით უხსნიდი ამას, ნახე მოხდა ისეთნაირად, რომ არც პრეზენტაციებს დაესწრო. როცა ვეუბნები, რომ აი არ გაწყვიტო პრეზენტაცია, შემოდი, თითოეული პრეზენტაცია, თითოეული ნაბიჯია, თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯია. ყოველ პრეზენტატორს ყველას თავისი ენერგია მოაქვს, მეგობრებო, ყველას თავისი შეხედულება მოაქვს. ზოგიდან ის მოგვეწონება, ჩვენ ხო ახლა ისინი არ ვართ მართლა ჟურნალისტები, რომ აი ყველაფერი რაც ძალიან მათ გადმოგცეთ, ხო? ჩვენ მართლა რაც შეგვიძლია, იმას გადმოგცემთ. მე მქონია ასეთი შემთხვევა დაურეკია და იცი რა, ხო არ გავწყვიტო $10 დადება. რაღაცა მე არაფერი არ მერიცხება. მეგობარო, აი რა გააკეთე შენ იმისათვის, რომ დაგერიცხ. იცი რა, მე არავინ არ მიჯერებს. ზუსტად რო არ გიჯერებს, ესე იგი შენ თავ შეეკითხე, ხო? ამით ნახა დავეხმარები ისეთ ადამიანებს, ვინც უკვე პარტნიორები არიან და ესეთი შემთხვევა თვითონაც გონიათ. გონიათ რომ რაღაცა კარგად მიაწოდეს, ასე გონია თავის ახლოწრეს ინფორმაცია, მაგრამ აღმოჩნდა რომ არ უჯერებენ. მეგობრებო, ყველაზე დიდი შეცდომა. აი გეტყვით ახლა და გაგიმხეთ. ყველაზე დიდი შეცდომა რაც იქნება და აი ახალ პარტნიორებს მინდა უთხრა.
იმუშავეთ თქვენ ზედა სპონსორებთან ერთად. მე გავაკეთე რა? რადგან ტელეგრამში უჭირს ადამიანს შემოსვლა, იმიტომ რომ არ იცის ჯერ კარგად რატო უნდა შემოვიდეს ტელეგრამში, ჯობია მესენჯერში ყველა შემოდის, ხო? დაიმატეთ თქვენი ახალი შემოსული ვინც ახალი შემოგემატათ პარტნიორი, რა თქმა უნდა, მე ასე ვაკეთებ მაგალითად და უკეთესი გამოვიდა. მოეხმარეთ, ის მოიწევს იქ ხალხს, მის მეგობრებს, ისე რომ არც არაფერი არ თქვას და თქვენ თუ ხმოვნებით, როგორათაც შემიძლია, 1000-ნაირ ვიდეოს ვდებ, პროდუქტებზე ვდებ ინფორმაციას. და აი იცი როგორ წამოვიდა? მოუშინაურდი ამ ხალხს, დაუმეგობრდი. ნელ-ნელა რატომღაც ჩვენ გვინდა უცებ უთხრათ და რადგან ვიცით რომ ძალიან მაგარი კომპანია გვინდა რომ უცებვე დაგვთანხმდეს. ეს ასე არ მოხდება. ეს იცოდეთ მეგობრებო, თანდათან რაც უფრო ეფექტურად მივაწოდებ და თანდათან დავანახებთ ჩვენ ადამიანობას, ამ ხალხს, ზოგი პროდუქტს დაინახავს, ზოგი ბიზნეს ჩაწვდება უფრო. ადამიანები 1000-ნაირები არიან, ხო? აი იმის კუთხით ვესაუბროთ მე და აი ამას უფრო კარგი შედეგი მოაქვს. რო დათბენ, ასე რომ თქვა და მობილიზდნენ მესენჯერში, მე დავამატეთ უკვე გამზადებული ადამიანი ტელეგრამში. და უკვე ტელეგრამში არავინ არ ეჭვის თვალით არ გადმოგხედავს. იქ იციან უკვე რატო უნდა შემოვიდნენ, იქ მზა ინფორმაცია აქვს უკვე და განწყობილი არიან იმისთვის, რომ უფრო მეტი გაიგონ კიდე ტელეგრამში. აი ასეთნაირი მიდგომით, მეგობრებო, მე უფრო და უფრო ავამოძრავე ჩემი გუნდით. აი დღეს ახლა დამიკავშირდა ჩემი პარტნიორი, რომელსაც შვილი ყავს ამერიკაში და გახარებული მირეკავენ, როცა ჯერ ვერავინ ვერ მოიწვიეს და თვითონაც ამბობენ, რომ აი ჩვენ ვიზარმაცეთ, ნამდვილად ვამბობლია, რომ ვიზარმაცი არ დაგიჭირებ ბევრ რამეში და დღეს ვიცინოდით ხოლმე, როცა შევხვდი ამ გოგოებს და აი დაურეკა შვილმა ის ყველაზე პოპულარულ პროდუქტებს ეძებს თურმე და ამოუვარდა ლივგუდის პროდუქტები. და დედას დაურეკა, რომ ძალიან მაგარი პროდუქტები მინდა გამოვიწერო და ერთი შენ რომ მეუბნებოდიო შემთხვევით ისინი ხო არ არის რომელიმე აქ და დედამ რო შეხედა ლივგუდის პროდუქტები, კინაღამ გაგიჟდა, რომ შენო სხვიდან გინდა ეს გამოწერო, მე თვითონ ამ პროექტში ვარო და დღეს ვესაუბროთ უკვე იმ გოგონას ამერიკაში და ერთი სიტყვით თანდათან გვიხარია, რომ მართლა ასეთი პროდუქტები გვაქვს, მეგობრებო, თანდათან ჩვენი კომპანია აკეთებს იმას, რომ აი ძალიან სწრაფად დაუდგეს ხალხს გვერდით, ყველაფერს აკეთებს, მუშაობს ვირუსულ რეკლამებზე, რასაც ხშირად ვამბობ და აი ხალხი სულ გეუბნება, აი მეც დამისვია კითხვები ზემდგომით, ნეტა როდის იქნება ეს ვირუსული რეკლამები და რას ნიშნავს მეგობრებო, ხა ეს ვირუსული რეკლამა. მსოფლიოს ყველა ქვეყნებიდან საინფორმაციო ქსელებიდან გადაეცემა ჩვენი კომპანიის შესახებ, ჩვენი პროდუქტების შესახებ ინფორმაციები და დღეს თუ ჩვენ ადამიანებს ვესაუბრებთ და ის რომ ტელევიზორით მოისმენს, აგი რადიო მაუწყებლობით მოусმენს და 1000 საშუალებით მოისმენენ ამ ინფორმაციას, აი მე კიდე უფრო ჩაფიქრდებიან და მოხდება ის რომ დაგირეკავენ, აი თუ კი ვინმეს ლივგუდი შეგითავაზებიათ, დაიმახსოვრეთ, რომ აი დაგირეკავენ და ისევ შეგეხმიანებიან. მე მქონი, აი დღესვე მოხდა ეს შემთხვევა ჩემთან და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ძალიან ბევრი მოხდება აწ. ეს იყო მეგობრებო, სულ რაც შემეძლო მე თქვენამდე მომეტანა ეს ინფორმაცია. რატომაც გვიყავს ზოგჯერ გვეუბნებიან, რომ ასე ახრთოვანებულიო, რანაირად ხართო ასეთ. ჩვენ გახარებული ვარ, ჩვენ თითეული ნაშრომით, ჩვენი თითეული შედეგით. მართლა გვიხარია, მეგობრებო, თქვენც რო ამას შეიგრძნობთ, აი ნამდვილად დამეთანხმებით. მე რატომ გაგიხარდებათ ის, როცა თქვენი შეთავაზებით ადამიანი დაგირეკავს და გეტყვის, რია იცი რა, გოგო მუხლები ისე მტკიო და ძლივს დგებოდი ფასე და ხანდახან ეხლა ისე წამოხვდები, საერთოდ ვერ ვგებულობ მუხლის ტკივილს. აი თეძოში ტკივილი მქონდა, ძლივს დგებოდი ზევით და აი გეუბნება, რომ ეხლა უკვე რამდენი ხანი ეს არ შემიმჩნევია. იცით რა ჩვენთვის ეს რამხელა ბედნიერების და სიხარულის მომტანია. ასე რომ მეგობრებო, გისურვებთ ბევრ სიხარულს, წარმატებას, წინსვლას. ვფიქრობ, რომ აი თუ კი თქვენ ეს მიხვდით, რომ აქ არის ძალიან სერიოზული კომპანია, ძალიან სერიოზული პროდუქტები, რაც მე ჩემი ისტორიების გარშემო მოვყევი, თუ კი ეს ყველაფერს თქვენ მიხვდით, ისხა დაგრჩენიათ, რომ შიშებს გაანებოთ თავი, გადადგით ნაბიჯი, წინ გადადგმული ნაბიჯი ყოველთვის წარმატებისა წინდარია,
ვერაფრით ვერ გეტყვით, რომ თუ რამეზე უკან იხევთ და ის რაიმე წარმატებას მოვიტანთ. არა მეგობრებო. ყოველთვის წინ გადადგმული მით უმეტეს კარგი ნაბიჯი, მე იმას არ გეტყვით, ვინც რამეს შემოგთავაზებთ, უცებ ყველგან გადადგით წინ ნაბიჯი. არა, დაუკვირდით, გამოიძიეთ, დღევანდელი ჩემი ინფორმაციაც გადაამოწმეთ, მეგობრებო. მოიძიეთ, უამრავი საშუალება არსებობს, სადაც შეგიძლიათ თქვენ ნამდვილი ინფორმაციები მოიძიოთ. არსებობს ასეთი ბიზნეს ფორუმი, მაგალითად, სადაც განიხილება ჩვენი კომპანიების, ზოგადად ტოპ კომპანიების, სერიოზული კომპანიების რეიტინგები. ნახეთ, შედით იქ და ნახავთ, რომ აი კომპანია ლივგუდი ლიდერობს 2 წელია, სულ ახალი კომპანია და ლიდერობს, არ ჩამოსულა ჯერ პირველი ადგილიდან, მეგობრებო. აი ასეთ კომპანიაზე გესაუბრებით მე თქვენ მთელი თავდაჯერებულობით. მთელი გულგახსნილობით და აი ჩვენ სერიოზულად მუშაობთ. ეხლა მართლა ისეთი კარგი გოგო მყავს ჯგუფში, აი მიხარია, აი მასთან ურთიერთობა და რა თქმა უნდა, ბევრ ენერგიას მე თვითონაც ხარჯავ ისეთ ადამიანთან, ვისაც ინფორმაცია წყურია, ასე რომ ვთქვათ. და ყველაფერს აკეთებს, ის ყველაფერზე ჩაჩერებულია თვალებში, აი რას შევთავაზებ, ახალს რას ვეტყვი, რომ ეს უკეთესია, ესეთი მიდგომა უკეთესია, აი ასეთ ხალხთან მუშაობ უფრო ენერგიულად მე თვითონაც მეგობრებო. ასე რომ მართლა გილოცავთ დღევანდელ საღამოს, მართლა საინტერესო ინფორმაცია გაქვთ, ყველაფერი აწი თქვენზია, ყველაფერი თქვენზია მეგობრებო. არ იფიქროთ, რომ სხვა გააკეთებს თქვენს საქმეს. იყავით თქვენ თავზე პასუხისმგებელი, გადადგით ნაბიჯი, თქვენ აუცილებლად დაგეხმარებათ. ყველას გყავთ ეხლა თქვენი მომწვევები. თუ კი ახალი პარტნიორია, არ შეგაშინოთ, მას ეყოდება ძლიერი პარტნიორი ზევით და ყველგან არის ძალიან საუკეთესო გუნდი, ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით, მეგობრებო, მე დამჭირდება, მეხმარებიან, მე დავჭირდები, მე სხვას ვეხმარები. ამას წინ ერთმა ქალბატონმა დამირეკა, თუ კი მისმეს ეხა ლიანა ვაშაკმაძე, თუ სწორად ვამბობ. სალონში ვიყავი, მუშაობ და მირეკავს და ავიღეთ და ვაიმე ლია შვილო მლოცავს და მლოცავს. დედა გავშწრია ხა, ხვდები რომ კარგს მეუბნება, მაგრამ ვერ გავიგებ ისთვის მლოცავს ეს ადამიანი. როგორ მიხარია შვილო, შენ რო დაგინახავო, საიდან ხარო და მეუთხარი ასე ვარ, ასე, თუ კი იცი მეუთხარი მე ქუთაისიდან ვარ, საიდან ხარ შენ თვითონო და მეუთხარი ასე წყალტუბოს რაიონის სოფელი ფარცხანაყანევი თუ იცი მეუთხარი იქ ვარ გაზრდილი, გათხოვილი ვარ ქუთაისში, მყავს შვილები მეუთხარი ასე მოვყვებ და მლოცა შვილო მე არ შემიძლია ওই მიკროფონის ჩართვაო და იქ ვერ გლოცაო და ეხლა ასე დაგირეკეო და მინდოდა რომ მოგფერებოდი და მოგსიყვარულებოდი და იმდენი კარგი სიტყვები მითხრა, ისე გამიხადა, ისეთი ბედნიერი ვიყავი იმ დღეს. ქალბატონო ლიანა, თუ მისმენთ, გეტყვით რომ მართლა გამაბედნიერეთ იმ დღეს, იმდენი საქებარი სიტყვები მითხარით. ასეა მეგობრებო, ჩვენ მართლა ყველას გვიყვარს ერთმანეთი, მთელი საქართველო დაუკავშირით აქ ერთმანეთს. მიხარია რომ საუკეთესო გუნდი ჩამოვყალიბდით. ბევრი შეიძლება შეცდომებიც იყო, ერთად ვსწავლობთ, ერთად ვიზრდებით, ერთად ვძლიერდებით და საერთოდ ჯამში ძალიან საინტერესო საქმეს ვაკეთებთ, კეთილ საქმეს ვაკეთებთ და ვფიქრობ, რომ სიკეთის მკეთებელი ადამიანი ყოველთვის ღმერთის თვალში წინ დგას და ასე რომ მინდა ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ ცხოვრებაში, საუკეთესო ხედვები, კარგი განწყობა, პოზიტიური აზროვნებები და რა ვიცი, ყველაფერი კარგი ქონოდეთ მეგობრებო. ეს იყო სულ დღევანდელი ჩემი ინფორმაცია, რაც მე თქვენთვის შემეძლო. ეხლა თუ კი რაიმე კითხვები გაქვთ, შემიძლია ვისაუბროთ კიდევ. არ მოგერიდოთ. თუ არა და დაუკავშირდით თქვენ მომწვევებს და განავრცეთ შემდეგ ისევ საუბარი. საღამომშვიდობის ქალბატონო ლია, სანამ კითხვა დაისმევა, მთელი გულწრფელობით გეუბნები, რომ შოკში ვარ. აი არ ვიცი, საოცარი ადამიანი ხარ. საოცარ ინფორმაციებს გვაწვდი. არ ვიცი, სიტყვები აღარ მყოფნის ჩემო ძვირფასო. მინდა სულ ასე ბედნიერს, ასეთ გალაღებულს, გაბრწყინებულს და მალე ბრილიანტად
აბჭყვიალდი კომპანია ლივგუთში ვისურვებდი, რომ ყველაზე პირველი შენ იყო საქართველოში ბრილიანტი, შენ მართლა ბრილიანტი ხარ, მთელი სულით, მთელი გულით. მადლობა ამ ლამაზი საღამოსთვის, ჩემო ძვირფასო. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარე, ქალბატონო ნანი, იცი როგორ მიყვარხარ. თქვენთან ერთად ვისურვებდი ბრილიანტობას. იცი რომ მე ძალიან მიყვარხარ და ჩვენ მთელი დღე საუბრობთ ხოლმე ხშირად და აი ძალიან მაბედნიერებთ მე თქვენ. საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობის. უერთდები ჩვენი ნანიკოს იმ სიტყვებს, რაც გადმოგცა, ვერაფერს ვერ დავამატებ. პირიქით, ეს სიტყვი რომ ქუთაისი საქართველოს გულია, შენ კი ჩვენი გული ხარ. დიდი მადლობა ამ ლამაზი საღამოსთვის, აი ნამდვილად რომ მართლა აღფრთოვანებული ვარ. მადლობა რომ არსებობ და არსებობ ქუთაისში თანაც. მიყვარხარ ძალიან. გაიხარე, ქალბატონო ნანი. ყველა მშვიდობას გისურვებთ. გაიხარე, ქალბატონი ნანი არის ჩვენი ღირსეული პარტნიორი და მინდა გითხრათ, რომ აი როცა ჩამოვიდა საქართველოში, მოვიდა ჩემთან სალონში, ქუთაისში და ნახა სალონში ძალიან გამეხარდა, მართლა ვისიყვარულეთ, რაც შეგვეძლო და მადლობა ქალბატონო ნანი, ძალიან მიყვარხარ და გაფასებთ მეც. მოგესალმებით, შეიძლება კითხვა მოგცათ? დიახ. მე ლივგუთში ჩამივარდა სადღაც 3 თვე და დამეფანტნენ 5 შემოყვანილი მყავდა თუ 6 და მე ვეღარ ვხედავ ახლა ჩემთან და ეს 3 ადამიანი რო შემოვიყვანოთ აღარა თქვით რა ხდება ჩემს იმაში საკია პირადებში რა მე ვერ ვხედავ უკაცრავად კარგად არის მოდა და თუ სწორად გავიგე, თქვენ გაინტერესებს 3 ადამიანი რო შემოიყვანოთ, რა მოხდება ამ დროს თქვენთან? კი, მე ვერ ხედავ ჩემ ხუთეულს და მაგიტო დამეფანტნენ, რომ 3 თვე ვერ გადავიხადე რა. თანხა ვერ გადაიხადეთ? კი. ეს არის, ნახეთ გენაცვალე. თუ კი თანხა ვერ გადაიხადეთ, მაშინ თქვენ ვერ შეხედავთ ხო, იმიტომ რომ არ გამოგიჩნდებათ, რადგან თქვენ თვითონ არ გაქვთ უკვე გადახდილი, ესე იგი და თქვენ თვითონ არ გამოჩნდებით და თქვენ თუ მოწვეული გყავდათ კიდე სხვები, ისინი დაგეკარგებათ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი აქ, რომ ის $10 საწევრო ერთადერთი ვალდებულება, ეს უნდა იცოდეთ სწორად, მეგობრებო, ისი არ შემოხვიდეთ ამ კომპანიაში. ერთადერთი ჩვენი ვალდებულება საწევროს გადახდა. თუ საწევროს არ გადავიხდით, ჩვენს ქვევით ხალხი სულ ჩაცვლდება და ჩვენ უკვე დაგვეკარგება, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ აქ მნიშვნელობა, რომ საწევროს გადახდას $10 არის ჩვენი ვალდებულება. და დაუშვათ ახლა რომ თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ $10 და აღდგებით ხელახლა უბრალოდ თქვენ თუ თქვენს ქვევით გყავდათ მოწვეულები, ის დაგეკარგებათ და თქვენ აღმოჩნდებით მერე მის ქვევით, ასე რომ ვთქვათ. და პირადი მოწვეულები ვინც ყავს, იმათგან შეიძლება რომ წავიდნენ რაღაცა, შეიძლება რომ დამერიცხოს თუ არა. პირადი მოწვეულები შეიძლება რაღაცა დარჩეს იქიდან, არ ვიცი, ეს გასარკვევია, უფრო კომპეტენტური პირი გაგარკვევთ ამაში, ვისი მოწვეული ხართ თქვენ აბა? მე ნანა ჯაბულასი, მაგრამ იმასაც რაღაც ვერცხლი იყო და აღარაა ვერცხლი. აუცილებლად გაარკვიეთ თქვენ ზედამომწვევებთან ეს ამბავი რა. კარგი სანდრა. როცა $10 გადაიხდით, აღდგება თქვენი მაღაზია. ხელახლა უბრალოდ მოწვეული ხალხი აღარ გამოგიჩნდებათ იქ. თქვენ აღმოჩნდებით მის ქვემოთ. ამიტომ აქვს თავიდან როცა შემოვდივართ, მეც მაგალითად აი ძალიან უხსნის სულ ადამიანებს, რომ აი ეს არ დაავიწყეთ და იქამდე როგორათაც ვძლებ ყველას ჩამოწერილი მაქვს, რომ მოხდეს ისე, რომ კომპიუტერში ვერ შევიდე, ხო?
ჩამოწერილი მაქვს სალონში ვისი გადახდაც უწევს და სულ ვადევნებ თვალყურს და ვახსენებ რომ აბა ხო იცით რომ გადასახდელი გაქვთ თანხა იქონიეთ კარტაზე და რა ვიცი სულ ვახსენებ გოგოებს თუმცა აღარ ჭირდებათ შეხსენება მაგრამ მე მაინც ვახსენებ რომ ეს არ მოხდეს ასეთი შემთხვევა ანუ სამი ადამიანი რო შემოვიყვანო ხელახლა დაიწყება ხო შევსება კი გენიალური ხელახლა დაიწყება კი ბატონო ხელახლა დაიწყება და აუცილებლად იცოდეთ რომ არასდროს არ გადადგათ ის ნაბიჯი რომ აი დაგავიწყდეთ თანხის შეტანა ყოველ პრეზენტაციაზე იყავით ჩვენთან ერთად ძალიან ბევრ რაიმეს გაიგებთ სულ თქვენ მომწვევთან იყავი პირად კონტაქტში და როცა თქვენ თვითონ კარგად გეცოდინებათ შემდეგ თქვენ მომწვევებსაც კარგად გამოზრდით თქვენ მოწვეულებსაც მადლობა დიდი გაიხარეთ გაიხარეთ ქალბატონოლია, მე მგონი კითხვები აღარ არის ჩემო ძვირფასო. ისე კარგად გადმოგვეცი ყველაფერი, მოდი დაგასვენებთ ახლა ჩემო ძვირფასო. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდი ამ სასიამოვნო საღამოსთვის და დაისვენე ჩემო სიხარულო, მშვიდობიან ღამეს გისურვებ, მშვიდობიან ღამეს უსურვებ ასევე ჩვენს სტუმრებს, ჩვენს პარტნიორებს. კარგად ბრძანდებოდეთ ჩემო ძვირფასებო. მადლობა დიდი და აბა მშვიდობიან საღამო მეგობრებო და მშვიდობიანი დილა ყველას. მშვიდობიანი საღამო გლია.